შაბათს დედაენის პარკში ექსტრემალური სპორტის ფესტივალი იმართება. Extreme Fest თბილისის ორგანიზატორი ეთნიკურად ოსი წარმომავლობის არსენ მამიტოვია. ოსმა ახალგაზრდამ 2022 წელს თბილისის ექსტრემალური სპორტის ფესტივალი დააარსა, რომელიც აერთიანებს ახალგაზრდა სპორტსმენებს საქართველოდან. BMX-ის, სკეიტბორდისა და ექსტრემალური სპორტის სხვა სახეობების მეშვეობით მამიტოვი მიზნად ისახავს ქართველი და ოსი ახალგაზრდების სპორტის ირგვლივ გააერთიანოს და ამავდროულად საკუთარი სამოქალაქო აქტივიზმით წვლილი შეიტანოს შერიგების პროცესში. ორგანიზატორის მიზნები თბილისში ექსტრემალური სპორტის სკოლის ჩამოყალიბებას და სპორტის ფედერაციის საფუძვლის ჩაყრას უკავშირდება. ფესტივალი სპორტის სამინისტროსა და საქართველოს სკეიტბორდის ფედერაციის მხარდაჭერით 16 ნოემბერს უკვე მესამედ ჩატარდება. თბილისში ექსტრემალური სპორტის ფესტივალში 80-ზე მეტმა ახალგაზრდამ უკვე მიიღო მონაწილეობა და ყოველწლიურად ფესტივალის მონაწილეთა რიცხვი იზრდება. არსენ მამიტოვის მიზნებშია ფესტივალი თბილისს გასცეს და ისეთ ქალაქებში ჩაატაროს ის, როგორიცაა გორი, ქუთაისი და ბათუმი. Extreme Fest-ს ვატარებთ უკვე მესამე წელია და იმ დასკვნამდე მივედით, რომ ფესტივალის ძირითადი იდეაა გაერთიანოს ახალგაზრდები, რომლებიც დაკავებულები არიან ექსტრემალური სპორტის სახეობით. მისცეს მათ საშუალება მიიღონ სიამოვნება ერთად სრიალისგან. ამავდროულად მიიღონ შეჯიბრში მონაწილეობა და საინტერესო პრიზებიც მოიგონ. პირველ ადგილზე გასულთათვის გვაქვს 700 ლარიანი პრიზი, მეორე ადგილისთვის 500 და მესამე ადგილისთვის 300 ლარი. ასევე გვაქვს ცალკე ასპარეზობაც ნებისმიერი მსურველისთვის, ვინც მოინდომებს სპორტულ ფესტივალში ჩართვას. პროფესიონალ რაიდერებსაც ეძლევა შესაძლებლობა მიიღონ მონაწილეობა. ძირითადი დევიზი ჩვენი ღონისძიების არის სპორტი აერთიანებს. არ აქვს მნიშვნელობა საიდან ხარ. თუ კი ხარ ექსტრემალური სპორტით დაკავებული, ყოველთვის მოძებნი კამპანიას და სასიამოვნოდ გაატარებ დროს. პირველად ეს სპორტი დავინახე ინტერნეტში, YouTube-ზე. შემხვდა ვიდეო, როგორც სხვა ხალხი კატაობდნენ და რაღაც ძალიან მაგარ რაღაცებს აკეთებდნენ. და მეც მომიდა ამ სპორტით დაკავება, ეს ულამაზესი ილეთების გამეორება მეც მომიდა ძალიან. შემდგომ შემშავლებს თხოვე, რომ შეეძინათ ჩემთვის აი ესეთი ველოსიპედი, რომლითაც შემეძლო ამ ილეთების გაკეთება. ჯერ პირველი წელიწადი დიად არც არაფერი არ გამოდიოდა, უბრალოდ კატაობდი როგორც ჩვენი ველოსიპედზე, მაგრამ ერთი წლის შემდეგ შემხვდა არსენი, რომელსაც დავუახლოვდი ძალიან უცბად. არსენი მასალა ძალიან ბევრი რაღაც დამეხმარა განვითარებაში და მე ვფიქრობ, რომ ამ სპორტს მე გავაგრძელებ და ალბათ მომავალში ჩემ საქმიანობა და თვალსი. ამ ტიპის ფესტივალში მე მეორეჯერ მონაწილეობ, წინა წელსაც უკვე მივიღე მონაწილეობა და ძალიან მომეწონა ეს გამოცდილების მიღება ძალიან მაგარი იყო, როდესაც ხალხი გიყურებს, შენ აკეთებ რაღაც საინტერესო რაღაცებს, აპლოდისმენტები, ყველაფერი ძალიან სასიამოვნოა და ამ შევატკბესაც ვაპირებ მონაწილეობის მიღებას და მინდა რომ გავაოცო ყველა.